მოგესალმებით ყველას, ეს რუბი ტარო არხია, მე რუბი ვარ და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა იქნება მომავალი ქმარი. დიდი ხანი ამ თემაზე ვიდეო საჯაროდ არ ჩამიწერია და გადავწყვიტე რომ დღეს ეს თემა ისევ დამებრუნებინა ჩემს საჯარო გაშლებში. დღეს ამ პოზიციაზე ვშლით, თქვენს წინაშე არის სამი პოზიცია, პირველი, მეორე, მესამე, აირჩიეთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით და თუ მალე ვერ არჩევთ ხოლმე პოზიციებს, ჩემი თხოვნა არის რომ ვიდეო დააპაუზოთ, კონცენტრირდეთ და შემდეგ, როდესაც მზად იქნებით, განაგრძოთ ყურება. რაც შეეხება უკვე ჩაწერილ ვიდეოებს, შეგიძლიათ უყუროთ, რადგან ვიდეო მაშინ იწყებს ხოლმე თქვენზე რეზონირებას, როდესაც მას უყურებთ და ჩართავთ და მნიშვნელობა არ აქვს ის საიტზე, როდის არის განთავსებული. ასევე თუ პირადი კონსულტაცია გსურთ, ან ტაროს შესწავლით ხართ დაინტერესებული, მომწერეთ მესენჯერში, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის ვიდეოს აღწერაში და კომენტარების ველშიც. ჩვენ დავიწყოთ ახლა პირველი პოზიციის განხილვით და გავიგოთ თქვენი მომავალი ქმარი არის ჩვენი ზოგადი მიმოხილვა, მაგრამ ჯერ გავიგოთ ხასიათი ამ პიროვნების. არ უყვარს სიჩქარე, არ უყვარს სპონტანური გადაწყვეტილებები, არის ძალიან ცოტა ჩარჩოებში მოქცეული პიროვნება, შეიძლება ეს არის ბავშვობის ტრამვები, რომ ძალიან შეზღუდულად არის გაზრდილი, ძალიან დიდხანს ფიქრობს, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ცოტა დაპაუზებული ადამიანი ყავს. შეიძლება თქვენს ურთიერთობაში გაჩნდეს პაუზა და ამასაც განვიხილავთ, შეიძლება პიროვნება გაიცნოთ, შემდგომ მასთან ურთიერთობაში რაღაცები წინ წავიდეს, მერე დაპაუზდეთ, მერე ისევ ერთმანეთი ნახოთ და ეს ადამიანი აღმოჩნდეს, მერე ისევ თქვენი ასე ვთქვათ, ბედის ხაზის ადამიანი, მაგრამ აქ არ ჩქარობს ადამიანი, არანაირად მის ხასიათი არ არის სპონტანური, რისკიანი, უყვარს ზონა კომფორტი, დიდხანს შეუძლია გაჩერდეს ერთი და იგივე სახლში, ერთი და იგივე სამსახურში, ერთი და იგივე ქვეყანაში. არც მოძრავი არ არის, დიდად სახლში ყოფნა შეიძლება უყვარდეს ამ ადამიანს, დიდად კომუნიკაბელურიც, იცი როგორი, ანუ თუ დაელაპარაკები, ისიც პასუხს გაგცემთ, მაგრამ აი თვითონ რო იყოს რაღაც აქტიური და წამოიწყოს რაღაც და მუდმივად ურთიერთობაში თვითონ იყოს ლიდერი, არა, სხვამ უნდა მოქოქოს, რომ მერე თვითონ აღყვეს რაღაც კავშირს. დიდად აქტიური არ არის პასიური ურთიერთობებიც ესეთი იცის, პასიური. მაგრამ ძალიან თბილი არის, ყურადღებიანი არის და მსურველი არის და სიყვარული ბოლომდე შეუძლია, ეს ძალიან კარგია, ეს მომეწონა, ამ თავის თვისებას გაანეიტრალებს, ოჯახი მისთვის ძალიან ძვირფასი იქნება და პირველ ადგილზე იქნება, მეგობრებს არ დააყენებს პირველ ადგილზე და აბსოლუტურად ძალიან კარგი მამა იქნება, ძალიან კარგი მეუღლე იქნება, ძალიან კარგი პიროვნება არის ოჯახისთვის, რადგან თავისი პირველი, ნომერ პირველი საზრუნავი იქნება, კონცენტრაციას მოახდენს ოჯახზე და რა თქმა უნდა, ეს ძალიან დასაფასებელი თვისებაა. ხასიათი აქვს ესეთი, რომ აი მე თუ ამას გადავწყვეტ და ქორწინებაში შევალ, ამას გააზრებულად გავაკეთებ და ისე გავაკეთებ, რომ ჩემ ოჯახს დავიცავ, იქნები მისი ზურგი, აბსოლუტურად ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ჩემი შვილები, ჩემი მეუღლე იყოს კარგად, ესეთი პოზიცია აქვს ამ ადამიანს. ხასიათი ესეთი აქვს, ანუ შეიძლება ესე არის გაზრდილი რაღაც ძალიან ტრადიციებში ან ჩარჩოებში. ფლირტს რაც შეეხება და ურთიერთობის ტიპს რაც შეეხება, ძალიან საყვარლად და სასაცილოდ გამოსდის, იმიტომ რომ დიდად კომუნიკაბელური რომ არ არის, შეიძლება ძალიან უცნაურად მოგეჩვენოთ მისი ნაბიჯები, შეიძლება ვერც მიხვდეთ რომ სერიოზულად გიყურებთ და უცებ პირდაპირ დაოჯახება შემოგთავაზოთ, ძალიან პატარ-პატარა რაღაც ნიუანსებს შეიძლება დაიჭიროთ, რომ ამ პიროვნებას მოწონხართ, მაგრამ დიდი ფეიერვერკები არ იქნება ურთიერთობაში, სიმართლე რომ გითხრათ. მისი ზოდიაქო გავიგოთ. მისი შესაძლო ზოდიაქო. ნუ აქ მოდის უფრო ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი პიროვნება, მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის სტიქიისგან მიჩვეულები ვართ რაღაც ძალიან აქტიურობებს და სხვანაირი ხასიათი აქვთ ხოლმე, მაგრამ აქ ცოტა განსხვავებული ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი ყავს, შეიძლება იყოს ლომი, რომელსაც დიდი ზეგავლენა ექნება კირჩხიბის,
შეიძლება ივლისის თვეში იყოს დაბადებული ეს ადამიანი, ან შეიძლება იყოს ვერძი, რომელიც არის მარტის თვეში დაბადებული და გავლენა ჰქონდეს თევზების. აი რაღაც ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელია, მაგრამ შერეული აქვს სხვა ზოდიაქოს დიდი დოზა, ზეგავლენა, იმიტომ რომ მთლად ცეცხლის სტიქიის ქარიზმა და ლიდერობა არ აქვს. ვიზუალი ძალიან მაღალი, გამხდარი, მხრებში შეიძლება ოდნავ მოხრილი იყოს, ან ცეკვაზე დადიოდა რაღაც ესეთი ბექგრაუნდი აქვს ამ პიროვნებას, შეიძლება ბავშვობაში იყო ძალიან აქტიური და ნელ-ნელა ჩაიკეტა მერე ეს ადამიანი. იცით რა არის, აი აქ უფრო მოდის მის ვიზუალში რაღაც გარდამტეხი მომენტი, ან შეიძლება რაღაც ცურვაზე დადიოდა, ან შეიძლება რაღაცა საკეთებდა თავისი ადრეული ასაკის დროს. და აი ის რაღაც ფიგურა აქვს შემორჩენილი ამ პიროვნებას, რომ შეხედავთ, მიხვდებით, რომ აი რაღაც ან სპორტს მისდევდა, ან ცეკვავდა ესეთი ტანი აქვს, აი მაშინ დაიმახსოვრებთ ამ ადამიანის ვიზუალს. უფრო შავგვრემანი არის, შავი თმები, შეიძლება ღია კანი ჰქონდეს, მაგრამ თვალები და თმა ჰქონდეს მუქი, შავგვრემანი იყოს თმით და თვალისფერით. შეიძლება იყოს გარუჯული, როდესაც ნახავთ და ამანაც მიიქციოს ყურადღება. მოგეწონებათ სხვათა შორის ვიზუალურად. ასაკით ან თქვენ ხელა არის, ან მაქსიმუმ 4-5 წლით იყოს დიდი, ძალიან დიდი სხვაობა არ გექნებათ ასაკში. სხვათა შორის პროფესია უკავშირდება მისი პროფესია უკავშირდება შესყიდვებს, შეიძლება იყოს ოფისის თანამშრომელი, შეიძლება იყოს ისეთ კომპანიაში დასაქმებული, სადაც უცხოეთთან კავშირში არის, ან შეიძლება უშუალოდ იყოს რაღაც მანქანების სერვისთან დაკავშირებით ეს პიროვნება, რადგან აი აქ უფრო გადაადგილება არ არის, აქ უფრო არის მანქანასთან დაკავშირებული სერვისის თანამშრომელი, შეიძლება იყოს ან მენეჯერი იყოს ის რაღაც ტრანსპორტთან დაკავშირებულ სფეროში. აქ შეიძლება იყოს ბიზნესი, ბიზნეს მმართველი, ან ნებისმიერი სფერო, რაც უკავშირდება სატრანსპორტო საქმიანობას, ან უშუალოდ მანქანას. შეიძლება ეს პიროვნება სულ შემთხვევით გაიცნოთ ან ბანკში, ან რაღაც საქმიან სიტუაციაში, ან შეიძლება ადვოკატთანაც კი, სადაც ერთი საქმე გექნებათ. შეიძლება ეს პიროვნება სამსახურის გამო სადმე წავიდეს, თქვენ რაღაც საქმის გამო სადღაც წახვიდეთ, სადაც საბუთები გვარდება, სადაც დოკუმენტები უსაბა და იქ შეხვდეთ ერთმანეთს. შეიძლება იუსტიციის სახლშიც კი გაიცნოთ ეს პიროვნება რაიმე პირადი ასე ვთქვათ, პრობლემის მოგვარების დროს. რაღაც უფრო აი საბუთებთან და ესეთ კავშირში არის თქვენი გაცნობა. თუ ეს ყველაფერი გამორიცხულია, რადგან ესეთი საქმიანობა არ გაქვთ და არ გიწევთ ხოლმე, რომ ან კანონებთან გქონდეთ საქმე, რაღაც იურიდიულ სივრცეში არ ტრიალებთ და არც საქმე არ გაქვთ ხოლმე ესეთი, შეიძლება ჩავთვალოთ, რომ ეს პიროვნება გაიცნოთ რაღაც იცით როგორ სიტუაციაში, აი რაღაც პრობლემა გქონდეთ, რაღაცა ხლაფორთი გქონდეთ და დიდად იქ მისვლა არ გინდოდეთ, მაგრამ აი რაღაც შეფერხების გამო სადღაც სერვისში მიხვიდეთ, შეიძლება თქვენაც გქონდეთ ესეთ შემთხვევა, თქვათ მანქანა გაგიფუჭდათ ან რაღაც, იქ მიხვიდეთ და იქ გაიცნოთ ეს ადამიანი. ესეც შეიძლება მოვიაზროთ. ეს უფრო არის ამ ვიდეოს ნახვიდან 5 თვის შემდეგ, ან შეიძლება იყოს უფრო ზამთრის პერიოდი.
ან შეიძლება იყოს ზამთრის თვეების მიღმა, შეიძლება იყოს ნოემბრის თვე და მარტის თვეც. სხვათა შორის თქვენი კავშირი რაღაც უფრო ჰარმონიულად განვითარდება, რაღაც მოულოდნელი, ასე ვთქვათ, მოულოდნელი იქნება, საერთოდ შეიძლება სულ სხვა რაღაცის გამო მიაქცევთ ამ პიროვნებას ყურადღება, უბრალოდ აღნიშნოთ, რომ ძალიან სიმპათიურია, მაგრამ ვერ წარმოიდგინოთ, რომ ერთჯერადი კონტაქტის მიღმა ეს ურთიერთობა გაგრძელდება და მერე უკვე სასიყვარულო ენერგიაში გადაიზრდება. უფრო რაღაცა მოულოდნელობით სავსე კავშირის განვითარება გელოდებათ. მე დაგემშვიდობებით პირველებო, საინტერესო გაშლა იყო. დამეთანხმებით იმედია და გადავიდეთ ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე. მოგესალმებით ჩემო მეორეებო, ვინც აირჩიეთ მეორე პოზიცია და გავიგოთ თქვენ შემთხვევაში თქვენი მომავალი მეუღლე. როგორი იქნება მისი ხასიათი. ძალიან გაწონასწორებული ადამიანი არის, ნერვები აქვს შესაშორ მდგომარეობაში, თითქმის არასდროს არ ბრაზდება, არ ყვირის, არ არის ემოციური, ყველაფერი დაბალანსებული აქვს, ძალიან ჩამოყალიბებულია, ძალიან მომთმენი არის, ძალიან შეუძლია ამ ადამიანს ლოდინი, არ აღიზიანებს რიგებში დგომა, არ აღიზიანებს სადმე ერთად უწახვედ იცე შოპინგი გიყვართ, ძალიან გაგიმართლად, რადგან ნებისმიერ რიგში გამუყვებად, ძალიან მომთმენი იქნება, არ დაგაჩქარებთ, თუნდაც არსად არ ეჩქარება და ეს რაღაცა ძალიან ჰარმონიული პიროვნება არის, რომელიც თითქმის არასდროს არ უწევს საუბრისას ტონს, არ არის აგრესიული, არის ძალიან რბილი, თბილი და კარგი ხასიათის მატარებელი ადამიანი. თქვენ შემთხვევაში ძალიან კარგი ხასიათი აქვს ამ პიროვნებას, ძალიან მშვიდი, ნახეთ როგორი არკანები ამოდის. გაწონასწორებული, მშვიდი, ჩამოყალიბებული, გააზრებული, საზრიანი, ნაბიჯ აშენებს სიტუაციას, ძალიან მყარი ადამიანი, აურყევი არ ახასიათებს რაღაცა თავქარიანობა, დღეს ეს მინდა, ხვალის მინდა, ამ ადამიანზე არ არის. ძალიან კარგად გამოსდის სიტუაციის მართვა და არის ჩუმი ლიდერი. შეიძლება უცებ არ ემჩნევა და ქოთქოთ არ არის და რაღაც, მაგრამ ლიდერობა, საქმის დაწყობა, საქმის მოგვარება, რაღაცაში თუ ჩაჯდება, საქმის ბოლომდე მიიყვანს, აი ყველაფერი ძალიან კარგად გამოსდის. შეიძლება რამდენიმე მიმართულებით კონდეს განათლება, რაღაც ბევრი რაღაც გამოსდიოდეს ამ პიროვნებას, ბევრი რაღაც კეთება გამოსდიოდეს. ზოდიაქოთი უფრო მის დამახასიათებელი ენერგია იქნება მიწისტიქიის წარმომადგენელი, ქალწული თხის რქა კურო და ზოგიერთ თქვენთაგან შემთხვევაში შეიძლება იყოს ვერძი. ვერძი, რომელსაც აქვს დიდი ზეგავლენა მიწისტიქიის. ვიზუალი, საკმაოდ განსხვავებული. ჩაცმის სტილი აქვს ძალიან განსხვავებული, არ ჰგავს სხვებს. შეიძლება ფერადი ტანსაცმელიც კი უყვარდეს, როცა გარეთ ბევრსაცვია შავი ფერის ტანსაცმელი, ეს ადამიანი შეიძლება გამოგეცხადოთ რაღაც ძალიან ფერადი ტანის ამოსით და იყოს ძალიან კრეატიული ამ კუთხით, ჰქონდეს თავისი სპეციფიური გემოვნება. საშუალო სიმაღლის ან საშუალოზე ოდნავ მაღალი შეიძლება იყოს. და ეს პიროვნება უფრო იქნება ღია ფერის ან ქერა თმით, ან უფრო ღია ყავისფერი თმით, ვიდრე შავყვრევანი. ასაკით თქვენზე შეიძლება 5-დან 10 წლამდე დიდი იყოს, რადგან მამის როლს მოირგებს თქვენს ცხოვრებაში. ეს პიროვნება მამის როლს მოირგებს ურთიერთობაში.
ამ პიროვნებას შეიძლება ჰქონდეს პროფესია ძალიან პასუხისმგებლიანი, აქედან გამომდინარე რაღაც ცოტა სტრესული ან გადატვირთული სამუშაო გრაფიკი შეიძლება ჰქონდეს სმენები 24 საათიანი, შეიძლება ეს ადამიანი იყოს ექიმი, შეიძლება ეს ადამიანი იყოს რაღაც ძალოვან სტრუქტურაში, ან შეიძლება პოლიციელი იყოს, აი ძალიან ისეთი საპასუხისმგებლო სამუშაო აქვს, თუნდაც ისეთი, რომ აი პირდაპირ უშუალოდ აქვს ადამიანის სიცოცხლესთან კავშირში, შეიძლება იყოს მკურნალი, შეიძლება იყოს ქირურგი, ესეთი სპეციფიური მიმართულებით მუშაობდეს, ან ნეიროქირურგი იყოს. ამ პიროვნებას აქვს გადატვირთული სამუშაო დღეები. შეიძლება ამ პიროვნების პროფესიული დახმარება დაგჭირდეთ, შემოძვირფასება და იქ გაიცნოთ ეს პიროვნება, ან შეიძლება თუ თქვენ სწავლობთ რაღაცა მიმართულებებით იყოს თქვენი მასწავლებელი ან ლექტორი ან რაღაცა ტრენინგი ჩაგიტარდეთ, აი იქ იყოს ეს ადამიანი, იმიტომ რომ ხედავ რომ რაღაცებში ეს ადამიანი თავის დაგროვილ ცოდნას გადასცემს ვიღაცას, შეიძლება ლექციებსაც კითხულობს ეს პიროვნება, იმიტომ რომ თავის ცოდნას უზიარებს სხვა ადამიანებს, აქედან გამომდინარე შეხვედრა და გაცნობა შეიძლება მისი პროფესიული ნიშნითაც კი მოხდეს. ამას ყურადღება მიაქციეთ. ამ პიროვნების გაცნობა შეიძლება მოხდეს სექტემბრის თვეში, შეიძლება მოხდეს იანვრის თვეში, ან თებერვალში. კავშირი თავიდანვე ესე არ განვითარდება, რომ პირდაპირ შეყვარებულები გახდებით რაღაც პერიოდის მანძილზე, ან საქმიანი შეხვედრები გექნებათ, ან პერიოდული გადაკვეთა გექნებათ, მაგრამ რაღაც მომენტის შემდეგ თქვენი გზები უფრო დაახლოვდება, შეიძლება ჯერ თქვენი ურთიერთობა ეწყოს პროფესიული თვალსაზრისით ან მეგობრული კავშირით და ცოტა პერიოდის გასვლის შემდეგ დაიწყოს თქვენ შორის რაიმე სხვა სახის ურთიერთობა. დაახლოებით 9 წელი ან 10 თვე შეიძლება საერთოდ გქონდეთ ამ პიროვნებასთან შეხება, მაგრამ ვერ იფიქროთ, რომ სხვანაირი თვალით გიყურებთ ეს პიროვნება. დაგემშვიდობებით, ჩემო მეორეებო. და დაგვრჩა ჩვენ მესამე პოზიცია, მოგესალმებით, ჩემო მესამეებო და განვიხილოთ თქვენი მომავალი ქმარი და მისი ხასიათი. თქვენთან აი ძალიან რომანტიული, სიყვარულით სავსე, ემოციური, ძალიან ესეთი როგორ თქვა, რომანტიულიც, თბილიც, ემოციურიც, აი ძალიან კარგი კომპლიმენტების თქმა შეუძლია, სიყვარულს აგიხსნით, თაიგულებით მოგადგებათ, ღამის საათებში მოგადგებათ, მთვარიან ღამეს გიმღერათ, აი ძალიან ესეთი ფილმის გმირი ყავს მესამე პოზიციაზე, საკმაოდ გულღია ადამიანი არის, საკმაოდ გულუხვიც არის, საჩუქრებით ეყვარება, სიურპრიზებით ეყვარება, ერთად ბევრსიულით, ძალიან ბევრ დროს დაგითმობთ, აი გაგრძნობინებთ, რომ თქვენს იქით სხვა არავინ არ სურს, თქვენს იქით არავინ და არაფერი არ აინტერესებს, ძალიან იქნება კონცენტრირებული სიყვარულზე და ამ პიროვნებას წამს, რომ ოჯახი მხოლოდ სიყვარულზე უნდა შეიქმნას და სიყვარულით უნდა შექმნას ოჯახი და როგორც კი ასე ვთქვათ, თქვენი კავშირი დაიწყება, ამ ადამიანს ძალიან ეყვარებით, ანუ იმის თქმა მინდა, რომ თქვენს მეუღლეს განსაკუთრებული მიდგომა ექნება თქვენს მიმართ და ასევე ხასიათიც ესეთი აქვს, რომ აი თუ უყვარს ბოლომდე უყვარს, ვერ მალავს, ვერ ისვენებს, სულ თქვენთან ენდომება ყოფნა და აი ძალიან სითბოში ეყოლებით, ძალიან თბილი ხასიათის ადამიანია. შეიძლება აქ დამახასიათებელი თვისება კიდევ ის იყოს, რომ ეს პიროვნება იყოს რელიგიური, ან აი თავისებური რაღაცების სჯეროდეს, რაღაც მაგიური ძალების სჯეროდეს, ან ეზოთერიკის სჯეროდეს, აი რაღაც ზებუნებრივი ან მაღალი ძალების რწმენა არის, შეიძლება იყოს რელიგიურიც.
აქ პირდაპირ მოდის თქვენთან ძალიან თქვენზე შეყვარებული ადამიანი, აი არ ვიცი, სულ სასიყვარულო ენერგიები მოდის. ეს პიროვნება ხანდახან თავსაც კარგავს, იმ დონეზე უყვარდება ადამიანი. ანუ, როდესაც ამ პიროვნებას უყვარდება, ის ივიწყებს თავის პრინციპებს და მორგებული ხდება იმ პარტნიორზე, იმ ადამიანის გაბედნიერებაზე, ვინც უყვარს, აი ესეთი პიროვნება. თქვენთან მოდის სტიქია წყალი, ძალიან ფიგურირებს, ეს შეიძლება იყოს როგორც თევზები, ასევე მორიელი და კირჩხიბი. ვიზუალურად შეიძლება უფრო უცხოელს გავდეს, ვიდრე თქვენი ქვეყნის წარმომადგენელს, ანუ არ გავდეს ტიპიურად არ ჰგავს. შეიძლება აქ იმიტომ მომოვიდა ეს არკანები, რომ ნახევრად იყოს თქვათ ქართველი და ნახევრად არ იყოს. ანუ თუ თქვენ სხვა ეროვნების ხართ, ნახევრად იყოს თქვენი ეროვნების და ნახევრად სხვა ეროვნების. აი რაღაცა შერეული დამახასიათებელი ისინი აქვს ვიზუალური ეფექტები, მაგრამ უფრო მძლავრობს რაღაცა უცხოური გარეგნობა, მაშინ როგორც კი დაინახოთ, იტყვით რომ არ ჰგავს თქვათ ქართველს. შეიძლება საზღვარგარეთ იყოს გაზრდილი ან რაღაც აქცენტიც ჰქონდეს. ძალიან მოვლილი არის. ძალიან უყვარს კარგად ჩაცმა, ძვირფასი ნივთები უყვარს. ფუფუნებაც უყვარს, ამის საშუალებაც აქვს. დამახასიათებელ პარფიუმს შეიძლება ხმარობდეს და უყვარდეს ესეთი სპორტული სტილი უფრო. აქ მოდის ინფორმაცია, რომ შეიძლება იყოს თქვენზე 2 ან 3 წლით უმცროსი ან უფროსი. 2-3 წლით. ну როგორც აღნიშნე, მატერიალური მდგომარეობა მას ძალიან ძლიერი აქვს, შეიძლება ოჯახის წყალობით, რადგან რაღაც თქვათ მამის მხრიდან აქვს ბიძგი ცხოვრებაში, ვიღაც ეხმარება, ან უფროსი ძმა, ან მამა. ძალიან მყარი ფუნდამენტი აქვს, არასდროს არ ყოფილა ისე რომ თვითონ დასჭირდა რაღაც ის ნულიდან დაწყება, რაღაც ოჯახური მდგომარეობაც გამოჩნდა აქ. და პლუს მაგას შეიძლება ეს პიროვნება იყოს გატაცებული, როგორც თქვი, სპორტული ტანის ამოსიმოს წონს თქო, შეიძლება იყოს სპორტით დაკავებული, მან შეიძლება ჰქონდეს რაღაც სპორტთან დაკავშირებული საკუთარი ბიზნესი, ან თვითონ იყოს ტრენერი, სპორტსმენი, კიდევ სპორტ დარბაზის მფლობელი ან რაღაც ასეთი, სადაც თვითონაც აქტიურად შეიძლება ვარჯიშობდეს. სხვათა შორის ეს პიროვნება შეიძლება გაიცნოთ ან კაფეში, ან ბარში, ან კლუბში, სადღაც გასართობად იქნებით, სადაც ბევრ ფულს ხარჯავთ, რაღაცა ძალიან ისეთი ცეცხლოვნად გამოიყურებით, ძალიან სექსუალურად გამოიყურებით, ღიად გამოიყურებით. ან შეიძლება იყოს ზღვის სანაპირო, სადაც საცურაო კოსტუმში გნახავთ პირდაპირ, აი რაღაც ძალიან ისეთი ან შეიძლება ფოტოს მეშვეობით გნახოთ, სადაც უფრო ძალიან თამამი ან ღია ფოტო გაქვთ და ეს ფოტო მოიწონოს და მე შედგეს თქვენი ურთიერთობა. შეიძლება აუზზე თუ დადიხართ, იქ გაიცნოთ. შეიძლება ამ მომენტში ან ახალი დაშორებული იყოთ თქვენ ვიღაც
სხვა პიროვნებას, თქვენს პარტნიორს ან ისეთ ადამიანს, რომელმაც ვერ მოაბათავი ურთიერთობას და ცოტა გულნადგენი იყოთ იმ მომენტში. უფრო თქვენს შეხვედრას ვხედავ, შეიძლება გაიცნოთ სხვა თვეს, მაგრამ თქვენს შეხვედრას და დაახლოებას ვხედავ უფრო ზაფხულის თვეებში. სხვათა შორის კავშირი მარტივად განვითარდება თქო, ვერ გეტყვით, რაღაცა თქვენი ხასიათი ცოტა ხელს შეუშლის ამ პიროვნებას, ექნება იმის სურვილი, რომ მაშინვე გადმოვიდეს ისეთ კომპლიმენტებზე და ისეთ ურთიერთობაზე, რომ არ დამალავს, რომ მოეწონეთ, უფრო იქნება აქტიური, შეიძლება პირდაპირ პაემაზე წასვლა შემოგთავაზოთ, ძალიან კომპლიმენტებით შემოგიტევთ. თქვენ შეიძლება ეს პიროვნება ცოტა განზე გაწიოთ, იმიტომ რომ თქვენი გაგჭირვებიათ მდგომარეობა გექნებათ, მაგრამ ეს ადამიანი არ დანებდება და თქვენს გულს მოიპოვებს და იმდენად კარგად შემოვა თქვენთან ურთიერთობაში და იმდენად თავისას გაიტანს და არ დანებდება, თქვენს გულს აუცილებლად მოიპოვებს და თქვენც ძალიან კმაყოფილი დარჩებით. ანუ აქტიურობა მისგან მოდის, დომინანტობა მისგან მოდის. თქვენ თითქოს მას თავიდან შეიძლება უარიც კი უთხრათ რაღაცებში, მაგრამ ეს ადამიანი არ დანებდება. დაგემშვიდობებით, ყველას წარმატებებს გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე.